ალეკუმიტე ხალხო, დღეს შემოგთავაზებთ მორიგ ვიდეოს, სადაც მე და ბატონი Nonsense ზამბახა გადაიხვი? შეცვალე რა. შეცვალე? ზამბახა ერთ-ერთი იუთუბერთაგანი, რომელსაც მე ძალიან გულშემატკივრობ და ძალიან მინდა რომ არ გაჩერდეს, გააგზელოს ვიდეოების დადება, თუმცა რაღაცა ცხოვრებაში სხვა პრიორიტეტებს გადაყვა მოკლედ ბიჭი და რომ გვითხრა პირდაპირ ეთერში, როდის განაგზობთ ვიდეოს სასახში რომ მივალ, ეგრევე ჩაუჯდებ. როგორც ბაბუაჩები ადგება, ისე გააგზელებს ეს კაცი მოღვაწეობას, თუმცა დღეს სტუმრად აყვავს და გიორგ, შესაძლოა სტუმრად რამდენად დიდი გამოცდილება? ჰიტასთან ვარ. ჰიტასთან თუ ვარ. ოზისთან ვარ, მაგრამ მაგრამ არ დაიდო ეს გადაცემა. რაღაცები მოხდა იქ. ეს ფორმატი თან ფეხზე ვდგავარ, სხვათა შორის მეგობრებო, რავი, რაღაც ეგრე გადავწყვეტეთ, რომ ფეხზე ვიდგეთ და ისე დავარიაქტებთ იუთუბერების ან მივიწყებულ და ან არ მივიწყებულ ნიჭებს, რომელიც რომ ინტერნეტ სივრცეში დევს. ეს იქნება პირველი ნაწილი. თუ მოგეწონებათ, თუ კი ეს ვიდეო უმალვე 5000 ლაიქს დააგროვებს, მე მეორე ნაწილზე ვიფიქრებ და დავიწყებ ძებნას, სად შეიძლება ვის მივაგნო, როგორ მივაგნო. ნამდვილად. მე მიყვარს ნიჭიერი. მზად ხარ? გაუშვება. ეს რა არის, ბიჭო? არა, ერთხელ მანქანაში ვიჯექით მე და ქსენსუსა და მე ვიციო რეპიო რა, მითხრა და მიდიაო მანახე მეთქი და დაიწყო და ოღონდ მართლა ამეტირა და იმენა დამბულწკლა, მაგრამ ეს რა არის? ეს მეგობრი თვითონაც აღარ აწყობს რომ არსებობდეს ეს ფოტო ვიდეო კადრის კომპლექტივს. დიდი მადლობა რომ მომაწოდეთ მიკროსკოპი. როგორ შეაფასებდი ქსენსუს ნიჭს? გაუშვე კიდე რა, მაგრამ რა უძნავს ჩემყურებს? არა, მე რეპზე არ გამეცინა. ქსენსუსაზე უფრო გამეცინა. ახალგაზრდა პატარა რა. თორე არა, ნიჭი აქვს მართლა რეპის. ეს იცი? აბა ვინ არის? კალა არის, ხო? Просто თავსაქანავს თუ რა არის? Porquê? Yo no entiendo por qué. ანდროს ფეგბურთს უყურებდა მარტო. და ეს მუსიკაც ალბათ ფეგბურთზე რაღაც UEFA-ს იძახის რა. კარგი, აქ რა ვიცი, მე ვერ ვაკეთებ ვერანაირ რატო? უბრალოდ რატო? რატო გაგვიკეთე ეს? ზანა რა? ამჯობამ გამარჯობა, შენ სახელი და გვარი? თორნიკე ანდრიას. რამდენი? 23. ოსტის? თბილისიდან. ტიპი შეცვლილი არ არის. ნახე ეხლა ამ მეგობართან ერთად. ნერვიულო. Where you born always there, so baby the bills. რაიმერა კაია. It's so good to be the best, the best, the best, the best. So ტიპი მართლა კაია. I needed somewhere to lay my head without your news. You gave me something that I didn't have, but had no use. It's someone getting the best, the best, the best, the best of you. ბიჭო, რასაც ვერ დაუკარგავ, უზის თავის პრაიმში ძმაო მართლა მაგრამ ღეროდა. ეხაც რა გინდა TikTok-ი? არა, ეხა ვერ. ინსტაზე როდეს. არა, ბიჭო, ხმა მიცის წასვლა რა რაღაცნაირად და რო არა ვარჯიშებ ყელს. 9 წელი დავდიოდი სიმღერაზე და ეხა ვაფშე რა გამოვიდა ბოლოს? ხამაკის პის გაცია. ახე, რა ვაფშე სხვა როჟაა, ბიჭო. ყველა სხვა კატეგორიაში ჩემი იმენა. ხმისაწევა ძალიან რთულია ზოგადად. ბიჭო და თან რამდენი ხანი აგზელებდა. ოზი რავი რაც
ახლა იტი რანაირად გაგბიჭოს როგორ მოახერხე აი ამ დონის მომღერლობიდან X Factor-ის ამომავალი ვარსკვლავი იყავ ეხა მიხარ იმის ბრალია ეგ ქალების ქალები რომ მოყავდა იქ და რაღაცა აუ ბიჭო რა დონე იყავი რა დონე არ მაგრამ ღეროდა ეხა ეგრევე ხარ ღერის მაგრამ ის ნიჭი აქვს რა შემორჩენილი ჩვენი უცვლელი წამყვანი და დირიჟორი ბატონი გივი მერიკაშვილი. ლოგი ჩვენი სტუმარი მოგვიყვება თავისი ისტორიის შესახებ, რომელიც გადახდა მას კარასნოდარში. აბა გისმენთ გოგიტა. ებიჭო თურქეთს ეკონომიკა აქ ძალიან ძლიერი გამიგე და ნომერები ძალიან გთხოვთ მეგობრებო. ბიჭო აკუბარდიას მაშინ ყველა აჯავრებდა ხო აკუბარდია და მარტივი არის ბატონო გუმბაზ იმენა ყველას გამოსდიოდა რა ის კარგი ვიდეოს ვიწერ ვერ ხედავ კაცო. სალომე, მე ვფიქრობ, რომ შენ გასწავლები მონაცემი ისაკუთრად გახდა X Factor-ი. მე და ნიკა ერთმანეთს საუბრობდით იმაზე, თუ როგორ მოგწონს შენი სიმღერა და შენ ნამდვილად გაქვს X Factor-ი. მე დიდი სიამოვნებით შევიძენდი შენი კონცერტის ბილეთებს. გაგიჟება ზავარ კაცი, მე გავიგე კოწორიე ვარ თუ მოწორიე თუ ვინა. შენ დეგენერატორად გიოდები, მე კოწორიე ვარ, ის კი არა ვარ მეთქი კაცო, სხვადასხვა ნუ მიყურებ შენ თორე ამიცი რაც კი ზამეთქი ეგრე უთხარი. რავი აი მე მგონი მოვიგეთ მატჩი დამსახურებულად და რავი ვიყავით ყველა იქ იყო და ხაჭიც იყო და რეზიც იყო და რავი მოვიგეთ რა დააპაუზე უწუთი ორი ტიპი რო იჯნე რაღაცებს რო განიხილავდნენ რელიგიებს და რაღაცებს აი ჩემი დათო არის ხო თქვენ გაიხალხოთ, თქვენ ნაკრებში რომ ვიძახებ, ხო ფეხბურთი. მე მაინტერესებს კოეფიციენტი მაინტერესებს, ხო კოეფიციენტი როგორი ექნება, ხო? მე გაიხალხო, ესე იგი ძალიან მაგარი ყოფილვარ, ხო? Hey Bart, you're punched now. 1 week without a single donut. homie Hi everybody. In my diet you can eat everything. არა იქიდან აქეთ გადმოხტომა საიდან მოდიან ტიპები აზე ხარ რეებს აკეთებდა ჩემი კიდე კაი ხა არ დაიწყეთ ესე თორე გაწერულები იყავით რახისთვის იუთუბერები ზოგადად ნიჭიერი ხალხი ვართ რამდენი რაღაც კეთება ვიცით თან ერთდროულად ის დაგვიწერეთ ვიციცით რა მე ისეთი მიმართულება სადაც სხვადასხვა რაღაცები ცოდნა გჭირდება იმიტომ რომ აქ გადაღებაც უნდა იცოდე მონტაჟიც უნდა იცოდე განათებაც უნდა იცოდე ხმის რეჟისორიც უნდა იყო იდეის ავეჯის აწყობაცა აბსოლუტურად ყველაფერი უნდა იცოდე შენ ეს იცი აუ იმენა ეს მოუკოდი ამაზე ჰიტას ყურო სიმღერა ეს ვინ იცით ციდან ისმის ანგელოს და სიმღერა და გალობა დროა ზეცას მხოლოდ არ მოგვაქვს გალობა ზადაგვილოცე არის ბიჭო ვინმე რო იტყვის რომ სმენა არ მაქვსო აი ჰიტას ეს კლიპი უნდა ჩაურდო ჯამას ანუ მე მგონია რომ ძალით არა ძალით ეგეთი ყრუა ბიჭო ეგეთი ყრუა არის მართლა როგორ არა ეგეთი ყრუა არ შეუულია სიმღერა არ შეუულია სხვა რაღაცების მოუ ძლიერია ეს კაცი არა სიმღერას ნუ გააკარე პოღოდ იმას შემოკიდა წვენს რამეს ეს უყურე ბიჭო აბა სად მიაგენი აი ეს ნახე რა შემოსვლა მე 9 ჯერ წელში ესე რა ხარ ჩატა აქ რამდენი წლის ხარ? ბიჭო ეს არის 1-6 წლის 5-6 წლის წინანდელი. გამხდარი ვარ ჩემი ვაიმე. ვაფშე არ გეტყობა ასაკი. ხო. ამის მერე რაც გაიზარდა რავი იგივე ხარ ახლა. მე მგონი უკეთესია. პროსტა ხო ცოტა ჩანზე. ძალიან არ დამცინე იმედია ხო? ტიპი რას ცეკვავს და რა ტრაკი აქ ნახე ჩემი. მე ვიცი რომ აქ დახვეული. არა. 3 2 1 გაუშვი. მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. ჩვენ ვართ ჯგუფი სახელი ჯერ არ ვიცით, დღეს შევიქმნით აქ ვიჯექით და რა ვაკეთოთ? მოდი დავუკრატო. შემოგთავაზებთ ჯაზის სტილში იმპროვიზირებულ ჰიპ-ჰოპი, ბიტბოქსი, კარტულები, სტრაპები, ნელები, ტანცები, ფაინა, რუსულები და ასე შემდეგ. თავიდანვე ამერები უკვე თავიდანვე სონი და რაღაცა. Dabana.
Samana pena sena pena omana pena sena mana pena მიდი შეუბერე ბიტბოქსი შენა შეუბერე ბიტბოქსი შენა შინა მანა კენა ო ადიო ოდა ელია ვაბიდებო ელია ეტყობოდა თავიდანვე რა იგე 3 2 1 სელაპისიძე ტირირამ ტირამ ტირირამ თრალიზებრა აუ ო არაბიცის გადამშინება იყო ხოლმე ყველაზე მაგარი წამყვანი გიორგი მოსიძე ბოზთან რა ქაბატონო ბოზო საყვარელი იმენა ესე უნდა ვუთქვა რამხელა განსხვავებაა ბიჭო რამხელა განსხვავებაა ეხანდელ ბოლოთაშვილსა და ამ ბოლოთაშვილს შორის ალბათ ამაყობს ეხანდელ თავის თავზე Почему? გუგა ამითი გაიქაჩა თავიდან. გაგონები მაგ. ერთი პერიოდი იყო ჩემ ბავშვობაში, მე და გუგა დაახლოებით ერთი ასაკის ვართ. მოგვიწია რომ მაშინ ბიტბოქსმა აუ რა გავარდა ძალიან სერიოზულად და საქართველოში ყველა უბანში ყველა ბიტბოქსერობდა, მათ შორის მეც. მაგრამ მე არ გამოვდიოდა. გუგას გამოვიდა. ლაშა გელაშვილი ქალაქ თბილისიდან. აქ ჯერ კიდე ლაშა ხელოვნური ინტელექტი არ არის. აქ ჯერ ადამიანად არის. აქ ჯერ არ არის ხელოვნური ინტელექტი, შეხედე, ადამიანური სახე აქ. აი ეს ტუზუნა დავარდეს რა. რა ბოშია? ბიჭო, ლაშა. აქ ისა გაქვს თვალებზე გაკეთებული, რა ქვია იმას? ბინდიკი არ არის. მაკიაჟია გაკეთებული ალბათ. თვალები როდესაც არის უნათებს დედასპიცავს, სადაც ბნელი, შავბნელი, რავი, გათახსირებული თვალები გაქვს. ეხლა სად რა მომატყო იმას ვერ გასწრებ ხოლმე დედასპიცავს. აქ შეხედე ბიჭო, ბავშვი, ანგელოზივით. ეს ფოკუსებიც იგივე აი ბიტბოქსის დონეზე იყო, აუ რა ხდებოდა? იცი ყველა ფოკუსნიკობდა საერთოდ. მაგრამ ლაშა გამოდგა. ბუკმეიკერი ვარ და კოეფიციენტის მარეგულირებელი შედეგების შეყვანა და ასე შემდეგ. და აგრე შეკიში. ილუზიონისტებს არ გვიყვარს ბანალურობა, უფრო იმპროვიზაციას ვანიჭებთ უპირატესობას, რომ თქვენს მიერ გამორჩეულ მსახიობს ცოტა სხვანაირად გამოვისდო, კარგით? ძალ თქვენ ხატვა გიყვართ? კი. საერთოდ ჩემი მეორე ჰობი არის ხატვა, განსაკუთრებით მიყვარს წამით პორტრეტების ხატვა. უბრალოდ დღევანდელი ჩემი პორტრეტი გამორჩეული საფრთხე წამოვიდა. ეს სილუეტს აკეთებ აქტიურად და ერთი დეტალიც მე უკვე მორჩი ჩემს საქმეს. შეგიძლიათ აი ხმამალა გითხრათ, ვინ იყო ეს მსახიობი? მერლინ მონრო. მერლინ მონრო. ისო, თქვენს ნაშია მერლინ მონრო. 3 მილიონამდე ნახვა აქ ბიჭო ამ ვიდეოს. ფოკუსის რა გითხრათ, მაგრამ ჭრაიცის ამ ბიჭმა გენიალური. მაშინ ადრე ხო ინტერნეტიც არ იყო და ნიჭიერი გიჟივით მიდიოდა. ძალიან მეყვარდა ეგ გადაცემა. მაგრამ ლაშა საღო რა. აი აქედან რო გამოაღწია და დღესდღეობით ერთ-ერთი უწარმოებულესი იუთუბერი არის, მაგაში მალადეც მო. YouTube მაგას გაძლევს რა. შენი სფერო შეგიძლია გადააქციო. კი, შეგიძლია ხალხს მიმართო და თავისუფალი 30 წამი ვიდეოს დასასრული არის და ასე ვაძლევ ხოლმე ჩემს ვიდეოს. მადლობა. წინაზე ვთქვი, ბოლოთას გადაცემაში ვიყავი და მომცა ეგრე რა. ეგრე მოგცა? ბოლოს სიტყვაო და რაღაცა მაგარი გავაკეთე იქ. აქაც მინდა რომ გავაკეთე. კამერაში ურდა და მიმართე სიტყვით სამყაროს და მორჩა ლაივ. აბა հետ გაკოსეთ ხალხო. შეგიძლია იმ გუგოს მიმართო, ვის გამოც საფრანგეთდა ჩავკადე. სამყაროს ვესაუბრები? კი. სამყაროს?
დავიწყო? კი. ხდები. როგორც ხდებით, მეგობრებო, აზრი არ აქვს ამ ადამიანს, იმიტომ რომ ადგება და წავა და საჭმელი უნდა ვაჭამო ჯერ, იმიტომ რომ გამხდარი არის. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, მოიწონეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, ასევე ზამახას არხი იქნება აღწერაში. ჯერ კიდევ ნონსენსი აწერია, მაგრამ იქ იქნება და ზამახას დავიმეგობროთ რა, კარგი ბიჭია ძალიან. ერთ სამ ვიდეოს დამიმონტაჟებს კიდევ უფრო გაიგდება.